დადგა დრო მოვინახულოთ კამბოჯის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა. რა თქმა უნდა, ვსაუბრობ ანგკორ ვატის კომპლექსზე. იქ მოსახვედრად არაერთი გზა არსებობს, რომელთა შესახებ თანდათან მოგიყვებით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა საჭიროა შევიძინოთ იქ შესასვლელი აბონემენტი. მის საფუძვლიან დათვალიერებას რამდენიმე დღე შეიძლება დაასჭირდეს, ამიტომ სწორად უნდა შეარჩიოთ თქვენი კატეგორია. ბილეთის ყიდვა ონლაინ არის შესაძლებელი ოფიციალურ ვებსაიტზე. რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეგიძლიათ შეეძინოთ 1, 3 ან 7 დღიანი აბონემენტი. ღირებულება შესაბამისად 37, 62 და 72 დოლარია. არჩევის შემდეგ უნდა მონიშნოთ თუ რა თარიღზე გსურთ დათვალიერება, შემდეგ შეკავთ თქვენი ეროვნება, ალბათ სტატისტიკის საწარმოებლად და გადადიხართ გადახდის გრაფაზე. საფასურის გადახდის შემდეგ უკვე გექნებათ ელექტრონული ბილეთი, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ამავე ვებსაიტიდან. გარდა ამისა, მეილზეც მოგივათ ეს ელექტრონული ბილეთი. ჩვენ შემთხვევაში შევარჩიეთ ერთდღიანი აბონემენტი. არაჩვეულებრივი დილა გათენდა ქალაქ სიემრიპში და სულ მზადყოფნაში ვარ, რომ დღეს ანგკორ ვატის კომპლექსი აღმოვაჩინო. სამ ჩვენი გიდი მოვა მოგიყვებით დღევანდელი გეგმის შესახებ. როდესაც შესასვლელ ბილეთს იყიდით, აბსოლუტურად თქვენზე დამოკიდებული, როგორ გადაწყვეტთ მის მონახულებას. შეგიძლიათ შევერთეთ ჯგუფურ ტურს და სხვა ადამიანებთან ერთად ნახოთ ის, ან თქვენ თვითცადოთ მის აღმოჩენას. მე ძალიან მიყვარს, როდესაც მარტო გადავაადგილდები, არ ვარ დროში შეზღუდული, მაქსიმალურად ვცდილობ იმ ადგილზე ყველაფერი მოვინახულო, მაგრამ ამ შემთხვევაში გადავწყვიტე დამიქირავებინა გიდი, ვინაიდან არ მინდა რაიმე დეტალი გამოვჩეს. ადგილობრივმა გიდებმა ზუსტად იციან, სად უნდა მიხვიდე, რა უნდა ნახო, რა არ უნდა გამოგჩეს შერჩეულ მარშრუტზე. თუ გავითვალისწინებთ კომპლექსის დიდ ტერიტორიას, ვიმოძრავთ ტუკ-ტუკით, რომ დრო არ დავხარჯოთ გზაში. სხვა მხრივ, შესასვლელი ბილეთის შეძენილია, ტურის დაჯავშნილია, გიდიც მალე მოვა და მე ძალიან კარგი განწყობით ვარ, რომ ეს დღე დაავიწყარ და განსაკუთრებული გამოდგეს. მალევე მოვიდნენ ძღოლი და გიდი. ჩავსხედით ტუკ-ტუკში და პირველი დანიშნულების ადგილისკენ გავემართით. გზავრობას დაახლოებით 9 საათი დასჭირდება. ანგკორ ვატი არის მონასტრების კომპლექსი, რომელიც სოფლიოში ყველაზე დიდ სამონასტრო კომპლექსად ითვლება. ის უზარმაზარი ანგკორის ცივილიზაციის ცენტრალური ნაწილი იყო, რომელიც თავის აყვავების პერიოდში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის დიდ ნაწილს აკონტროლებდა. სიტყვა ანგკორი ქმერულ ენაზე ნიშნავს ქალაქს, ხოლო ვატი იცით რომ არის ტაძარი. შესაბამისად ანგკორ ვატი შეგვიძლია გადავთარგმნოთ როგორც ტაძრების ქალაქი. არ გაგიკვირდებათ ეს სახელი თუ გეტყვით რომ მთლიანი ეს ტერიტორია თითქმის 163 ჰექტარია და იქ უამრავი ტაძარი მდებარეობს და სწორედ სახელიც აქედან მომდინარეობს. ჩვენ უკვე შესასვლელში ვართ, გავიარეთ ბარიერი, სადაც შეგვიმოწეს შესასვლელი ბილეთი. ჩვენ უკან უკვე მოსჩანს ანგკორ ვატი და მოკლედ დავიწყოთ ამ ადგილის აღმოჩენა. დღევანდელი სამოგზაურო გეგმის მიხედვით 5 განსაკუთრებულ და ერთმანეთისგან განსხვავებულ ტაძარს მოვინახულებთ. მიხარია რომ აქ ვარ და მაქვს შესაძლებლობა ეს საოცარი კომპლექსი საკუთარი თვალით ვიხილო. აქაურობა სულ ხალხითაა სავსე. ტურისტების გარდა ყველგან შეხვდებით ბერებს თავიანთი ნარინჯისფერის სამოსით. მრავლადაა წყვილები, რომლებიც საქორწილო ფოტოებისა და ვიდეოების გადასაღებად მოდიან. ამ ტაძრების ფონზე მართლა საოცარი ფოტოსესიები გამოდის. ანგკორ ვატი ქნერული არქიტექტურის კლასიკური სტილის მწვერვალია. იგი კამბოჯის იმდენად მნიშვნელოვანი სიმბოლოა, რომ ქვეყნის ეროვნულ დროშაზეცაა გამოსახული და მოგზაურთათვის უმთავრეს ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ანგკორ ვატი ქნერული ხუროთმოძღვრების ორ ძირითად ფორმას, ტაძარ მთასა და გალერეებიან ტაძარს აერთიანებს. იგი ინდუისტურ მითოლოგიაში ღვთაებათა სამყოფლის, მერუს მთის სიმბოლურ განსახიერებას წარმოადგენს. წყლით სავსე თხრილისა და 3.6 კილომეტრის სიგრძის გარე კედლის შიგნით 3 მართკუთხა გალერეაა განთავსებული, რომლებიც საფეხურებრივად არის აღმართული. სხვა ანგკორული ტაძრებისგან განსხვავებით, ანგკორ ვატი დასავლეთისკენაა მიმართული. ანგკორ ვატი მე-12 საუკუნეში მეფე სურიარვარმან მეორის მეფობის დროს აშენდა როგორც სახელმწიფო ტაძარი და საბოლოოდ ამ მეფის მავზოლეუმი. თავდაპირველად ის იყო ინდუისტური ტაძარი, რომელიც ღმერთ ვიშნუს ეძღვნებოდა. მშვიდობისა და დაცულობის ღმერთს. მეფე ჯაიავარმან მე-7-ის მეფობის დროს აქ გავრცელდა ბუდიზმი და ის სახელმწიფო რელიგიადაც კი გამოცხადდა. საუბარია მე-12 საუკუნის მიწურულს.
სწორედ ამ პერიოდში არეთ ინდუსტრიული ტაძარი გადაკეთდა ბუდისტურად და მათ შორის იყო ანგკორ-ვატის ტაძარიც. ანგკორ-ვატი არის ყველაზე კარგად შემონახული ტაძარი და ერთადერთია, რომელიც დაარსების დღიდან მნიშვნელოვან რელიგიურ ცენტრად რჩება. აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ სამშენებლო მასალა, რომელიც ძირითადად ქვიშაქვის ბლოკებისგან შედგება და თითოეული მათგანი ტონა 9 სიწონის. ეს ბლოკები მოიპოვებოდა კულინის ბორცვებიდან, რომელიც აქედან დაახლოებით 50 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ის გადმოქონდათ არხებით, ტირების მეშვეობით და ასევე ლოდების გადაზიდვაში იყენებდნენ სპილოებს. როგორც გავარკვიე, 6000-ზე მეტი სპილო იყო ჩართული ამ ტრანსპორტირებაში. მართალია ანგკორ-ვატი ბუდისტური ტაძარია და აკვლავ ბუდისტი ბერები მსახურობენ, მაგრამ ამ ტერიტორიაზე რჩება ინდუისტური რელიეფებიც, რაც კარგად ასახავს ამ ორი რელიგიის შერწყმის უნიკალურ მაგალითს. ქვის ლოდები ერთმანეთთან იდეალურადაა მორგებული. ისინი მხოლოდ გრავიტაციისა და ზუსტიჭრის წყალობითაა შეკრული. ესაა საინჟინრო მიღწევა, რომელიც დღესაც აღფრთოვანებას იწვევს. ნაგებობის ძირითადი მასალაა ლატერიტი, გამძლეობით ცნობილი მოწითალოხა, რომელსაც სწორედ ამ თვისების გამო უმეტესწილად საძირკვლისა და შიდა კედლების მშენებლობისთვის იყენებდნენ. ხიდზე გადასვლისთანავე პირველივე სალოცავში ვიშნუს ქანდაკება დაგვხვდებათ, რომლის წინაც ყოველთვის ნახავთ შესაწირსა და მლოცველებს. ხალხითა და საკმეულის სურნელით გარემოცული ეს ხედი საოცრად მშვიდ და ამაღლებულ ატმოსფეროს ქმნის. ტაძარი შთამბეჭდავია თავისი არქიტექტურული დიდებულებითა და ჰარმონიით. აქაურობა სავსეა ვრცელი ბარელიეფებითა და კედლებზე გამოკვეთილი მრავალრიცხოვანი დევატებით. კედლებზე 1800-ზე მეტ აფსარას, ანუ ზეციურ მოცეკვავებს შეხვდებით. თითოეული მათგანი უნიკალურია თავისი პოზით, ორნამენტებითა და სახის გამომეტყველებით. ისინი სილამაზისა და ღვთაებრივი მადლის სიმბოლოები არიან. მათი ვარცხნილობები და სამოსი ძალიან საინტერესოა. ეს დეტალები იდეალურად გადმოსცემს ქმერული სამეფო კარის იმდროინდელ მოდასა და ესთეტიკას. ანგკორ-ვატი ქმერებისთვის არასდროს არ დაკარგულა. ქმერების იმპერიის დაცემის მიუხედავად, აქ მუდმივად იყვნენ ბუდისტი ბერები და ახლომდებარე სოფლებიდან მოდიოდნენ მორწმუნეები სალოცავად. თუმცა ევროპაში მის შესახებ ცნობები ფაქტობრივად აღარ ჰქონდათ. სანამ მე-19 საუკუნეში ევროპელმა მკვლევარებმა და მეცნიერებმა ის ფართო საზოგადოებას არ გააცნეს. აქ განსაკუთრებით დაუშვათ ფრანგი ბუნებისმეტყველი და მოგზაური ჰენრი მუიო, რომელმაც აქ 1860 წელს იმოგზაურა. ის ნაშრომს ერქვა მოგზაურობა სიამში, ანუ დღევანდელ ტაილანდში, კამბოჯაში, ლაოსსა და ინდოჩინეთის სხვა ცენტრებში. ეს ნაშრომი მისი სიკვდილის შემდეგ 1873 წელს გამოქვეყნდა და სწორედ მას შემდეგ გაიცნო დასალურმა სამყარომ. ის იმდენად აღფრთოვანებული იყო ამ კომპლექსით, რომ თავის ნაშრომში ისიც კი დაწერა, რომ ეს კომპლექსი ბევრად აღემატებოდა ბერძნულ და რომაულ მემკვიდრეობას. არ ვიცი ეს რამდენად შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ რაც დანამდვილებით უნდა აღვნიშნოთ, არის ის, რომ მართლაც გამორჩეული შთამბეჭდავი და განსაკუთრებული საუნასტრო კომპლექსია. აზიურ სიცხეში ტაძრების დათვალიერება საკმაოდ რთულია. მით უმეტეს, რომ შენობებში კიდევ უფრო დახუთული ჰაერია. თუმცა ვცდილობ ამ დისკომფორტს ყურადღება არ მივაქციო და არაფერი გამოგრჩეს. აქ ყოფნისას აუცილებლად უნდა ნახოთ ცენტრალური ნაგებობა. მართალია მის სანახავად საკმაოდ ციცაბო კიბის ავლა და ხშირად რიგში დგომაც კი მოგიწევთ, მაგრამ ეს ნამდვილად ღირს. ტაძარი მიწის დონიდან დაახლოებით 65 მეტრზეა აღმართული. მისი დიზაინი სრულყოფილ სიმეტრიას, ღერდულ განლაგებასა და პროპორციებს ეფუძნება, რაც ერთობლიობაში ღვთაებრივ ჰარმონიას ქმნის. კომპლექსის სტრუქტურა გეომეტრიის, ასტრონომიისა და ჰიდრაულიკის დახვეწილი სისტემის გამოყენებითაა შემუშავებული. ძალიან მაგარი იყო ზევით. ერთ შეხედვით თითქოს ერთნაირად შეკურთმებია, მაგრამ როცა დააკვირდებით, ინად დავალფეროვანია ეს ყოველივე. ერთი სიამონებაა მათი ახლოდან ხილვა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთ სიმაღლეზე ადიხარ და ზევით ხდება
მართლაც შესანიშნავი ადგილები. აქ მორჩით დათვალიერებას ახლა გიც მივაკითხავ, რომელიც წაუყვანს შემდეგი დანიშნულების ადგილისკენ. ანგკორ-ვატის დათვალიერების შემდეგ გავემართეთ შემდეგი ტაძრის მიმართულებით და გზაში ჩვენმა გიდმა გითხრა, რომ ტურის მიხედვით უნდა შეგვესვენა ლანჩისთვის და ერთ შვენიერ ადგილას მოვედით. იმდენად ცხელა რომ წახემსება დიდად არ მომიდა, ამიტომ მხოლოდ ხილისწვენი შევუკვეთეთ და მივირთვით კიდეც. გამოვიცვალე ასევე ვინაიდან ძალიან ცხელა. სანამ ეს ტური იქნებოდა, ნატრობდი რომ კარგი ამინდი ყოფილიყო და დღეს იმდენად კარგი ამინდია ფაქტობრივად ერთ რუბლსაც ვერ შენიშნავთ საზზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ასევე ძალიან ცხელა. ალბათ 10-15 წუთი კიდევ აქ გავჩერდებით, დავტკბებით სიგრილით და შემდეგ უკვე განახლებული ენერგიებით გავაგზავნებთ ჩვენ გზას და მოვინახულებთ ერთ-ერთ გამორჩეულ და განსაკუთრებულ ტაძარს. მივდივართ შემდეგი ტაძრის, ტაპრომის მოსანახულებლად. მას შემდეგ რაც ფოტოები და ვიდეოები ვნახე, სწორედ ამ ტაძარმა აღძრა ჩემში დიდი ინტერესი. იმედი მაქვს, ცოცხლად ნახვისას ის კიდევ უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდება. ამას კი სულ მალე, დაახლოებით 10 წუთში გავიგებ. როგორც გითხარით, ახლა მოვედი ანგკორის კომპლექსის ერთ-ერთ გამორჩეულ და განსაკუთრებულ ტაძარში, რომელიც სხვა ტაძრებისგან კარდინალურად განსხვავდება. გულისხმობ შემდეგს, რომ ეს არის ტაძარი, სადაც ბუნება და არქიტექტურა ერთმანეთშია გადახლართული, რაც განზრახ კონსერვაციის შედეგია. კოშკებიდან, კედლებიდან და ტერასებიდან იზრდება გიგანტური აბრეშუმისებრი ხეები, მდინარებივით იშლება, ერთდროულად აკავშირებს და ამავდროულად ყოფს ტაძარს. როდესაც ფრანგმა არქეოლოგებმა ამ ტაძრის რესტავრაცია დაიწყეს, მათ გადაწყვიტეს, რომ პირვანდელი სახე შეენარჩუნებინათ, რათა ვინც აქ მოვიდოდა, ეხილა ისეთი, როგორიც მათ გამოჩენამდე იყო. ეს განპირობებული იყო იმით, რომ შეენარჩუნებინათ მისი ერთგვარად რომანტიკული, ხელახლა აღმოჩენილი ხასიათი. სწორედ ამიტომ გამოიყურება ისე, როგორც პირველად აღმოჩინეს მკვლევარებმა. ახლა შესასვლელში ვართ, ამიტომ გავაგრძელებ გზას მის კარგად დასათვალიერებლად. ტაპრომი ადამიანური მიღწევების წარმავლობას, ბუდისტური ფილოსოფიის ამ ფუნდამენტალურ იდეას განასახიერებს. ხეები აქ ბუნების დომინირებისა და მარადიული განახლების სიმბოლოა. ნანგრევები კი დროებითობის. ტაძარი თავდაპირველად სიბრძნის ქალღმერთს ეძღვნებოდა, რომელიც მეფის დედასთან იყო გაიგივებული. ეს კი თავის მხრივ შვილობრივ პატივისცემასა და ქალურ სიბრძნეს უსვამს ხაზს. მიუხედავად იმისა, რომ ტაპრომი თავდაპირველად ბუდისტური ტაძარი იყო, აქ ინდუისტურ ქანდაკებებსა და ელემენტებსაც მრავლად შეხვდებით. ეს დროთა განმავლობაში მმართველთა რელიგიური მრწამსის ცვლილებებითაა განპირობებული. ერთ-ერთ კედელზე უცნაური ფორმის ცხოველსაც ნახავთ, რომელიც ძალიან ჰგავს დინოზავრს. ტაპრომში სეირნობა დაკარგული სამყაროს აღმოჩენას ხავს. ვიწრო დერეფნები, ჩამონგრეული თაღები და ხავსით დაფარული ქვები. განსაცვიფრებელია, რომ ხალხმრავლობის მიუხედავად ისეთი განცდა გეუქმება, თითქოს აქ სრულიად მარტო ხარ. გესმის მხოლოდ საკუთარი ნაბიჯების ხმა, ფოთლების შრიელი და ჩიტების ჭიკჭიკი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ტაპრომის ჯადოსნურობას. ტაპრომი ჯაიავარმან მეშვიდის დიდი გეგმის ნაწილი იყო, აეშინებინა კომპლექსი, სადაც გაერთიანებული იქნებოდა ტაძრები, საავადმყოფოები და მონასტრები. ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტაძარი იყო მთლიან ამ კომპლექსში. მას ეწოდებოდა რაჯა ვიჰარა, რაც სამეფო მონასტერს ნიშნავს. აქ აღმოჩენილია წარწერა, რაც მის უზარმაზარ მასშტაბებს აღწევს. ამ წარწერიდან ჩანს, რომ მის მსახურებაზე თითქმის 80,000 ადამიანი იყო დანიშნული, კერძოდ 79,365. მათ შორის მგლები, მუშები და მოცეკვავეებიც კი.
3140 მარაგი შეუწირავს და ამ წარწერის მიხედვით ვარკვევთ, რომ ეს ტაძარი შეიცავდა 5000 ტონა ოქროს, 40000 ტონა ვერცხლს და ძვირფასეულ თვლებს. ეს აჩვენებს, რომ ტაპრომი არა მხოლოდ ტაძარი, არამედ უზარმაზარი ეკონომიკური და რელიგიური დაწესებულებაც იყო. როდესაც ამ ტაძარში მოხვალთ, ყველა კიდე გეტყვით, რომ ეს არის ის ტაძარი, სადაც ცნობილი ჰოლივუდური ფილმია გადაღებული. და ეს ფილმი არის ლარა კროფტი, სამარხების ძარცველი. ამ ფილმის გამოშვების შემდეგ ერთი-ორად მოემატა ნახველი და პოპულარობა ამ ადგილს, ვინაიდან ძალიან ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ სწორედ იმ ადგილას ემოგზაურა, სადაც ლარა კროფტია გადაღებული. მე-15 საუკუნეში ანგკორის დაცემის შემდეგ ტაპრომი თანდათან მიატოვეს. თუმცა ბერები მის მონახულებას მაინც განაგრძობდნენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მე-20-21 საუკუნეებში ინდოეთის არქეოლოგიური სამსახურისა და იუნესკოს მიერ ჩატარებული მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოები. ეს პროექტები ფოკუსირებული იყო ნაგებობების გამაგრებაზე, ისე რომ ტაძრის მთავარი ღირსშესანიშნაობა, ჯუნგლების ტაძრის ავთენტური ესთეტიკა ხელუხლებლად შენარჩუნებული იყო. თავდაპირველი გეგმის მიხედვით ახლა ბაიონის ტაძრისკენ უნდა წავსულიყავით, თუმცა კიდევ გვირჩია გზად კიდევ ერთი ადგილი მოგვენახულებინა. ვინაიდან დრო ჯერ კიდევ გქონდა გადავწყვიტეთ ეს შანსი გამოგვეყენებინა და ტაკეოც გვენახა. ტაკეო ანგკორის კომპლექსის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობაა. სხვა ტაძრებისგან განსხვავებით, აქ ვერ შეხვდებით ნატიფ ბარელიეფებსა და დეკორაციებს. ის უზარმაზარი, დაუმთავრებელი ქვიშის პირამიდაა, რომელიც ცაშია აზიდული. ტაძარი მე-10 საუკუნის მიწურულს და მე-11 საუკუნის დასაწყისში მეფე ჯაიავარმან მეხუთის მმართველობისას აიგო. იგი შივას, ინდუიზმის ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაებისადმია მიძღვნილი. ტაძრის არქიტექტურა მერუ სუნთქავს, ინდუისტური კოსმოგენის ცენტრსა და ღმერთების სამყოფელს განასახიერებს. თუ ანგკორ-ვატის კომპლექსში მოგზაურობისას გადაწყვეტთ, რომ ცოტა ვარჯიშიც გინდათ, ეს ტაძარი თქვენთვისაა, ვინაიდან იმდენად ციცაბო კიბეებზე მოგიწევთ ამოსვლა, კარგი ვარჯიში გამოგივათ ნამდვილად. თავიდან რომ ავხედეთ, ძალიან რთული ჩანდა, სადაც ესეთი რთული არ არის, მაგრამ საკმაოდ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა როცა აქ ამოხვალთ, იმდენად კარგი ხედები გადაიშლება თქვენ თვალწინ, რომ დარწმუნებული ვარ, არინანებთ და ისევე მოგეწონებათ, როგორც მე. დაახლოებით 10 წუთი მაქვს, რომ დავტკბე აქაური ხედებით, საკმაოდ გრილა, ამიტომ ამ დროს გამოვიყენებ, გავჩერდებით, ცოტას დავისვენებ და უკვე გავაგზავნებ ჩვენს გზას. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას მაქსიმალურად ასუფთავებენ, რათა გარემო მუდამ მოწესრიგებული იყოს. ამასთანავე, ფოთლებისგან გაწმენდა უსაფრთხოების ზომაცაა. ეს ქვეწარმავლებსა თუ მწერებს დამალვის საშუალებას არ აძლევს, რაც დამთვალიერებლებისთვის შესაძლო საფრთხეს მინიმუმამდე ამცირებს. შემდეგი გაჩერება ბაიონია, ანგკორის კომპლექსის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი და ხალხმრავალი ტაძარი. ის მკვეთრად განსხვავდება ანგკორ-ვატის კლასიკური ჰარმონიისგან. ბაიონის მთავარი ხიბლი მის მისტიკურ აურაშია. კოშკებიდან მომგიმარი ქვის სახეები გიყურებენ, რაც ტაძარს საოცარ სულიერებასა და სითბოს. ეს ნამდვილად ის ადგილია, სადაც ხაცოცხლდება. ახლა ვათვალიერებთ კიდევ ერთ შთამბეჭდავ ტაძარს, რომელსაც ბაიონი ეწოდება. ის ქმერული კულტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, რომელიც მეფე ჯაიავარმან მე-7-ის დროს აშენდა. მეფე ჯაიავარმან მე-7 უკვე არაერთხელ ვახსენეთ, ვინაიდან სწორედ მისი მეფობა იყო ის განსაკუთრებული პერიოდი ქმერულ იმპერიაში, როდესაც არაერთი ტაძარი აშენდა. როგორც ამბობენ, მეფე ჯაიავარმანი იყო ქმერული იმპერიის ყველაზე გავლენიანი და ამავდროულად ასევე ღვთისმოსავი ბუდისტი მეფე. მისი გარდაცვალების შემდეგ უკვე ტაძრის იერსახე არაერთხელ შეიცვალა, დამოკიდებული იყო იმაზე, თუ ვინ იყო მმართველი, ინდუისტი თუ ბუდისტი. ტაძარი იცვლებოდა ამ მეფეების წამსის შესაბამისად. ამ ტაძრის ყველაზე გამორჩეულობა იმაში მდგომარეობს, რომ აქ ხვდებით 7 და მომღიმარი ქვის სახეებს კოშკებზე, რომლებიც გამოდიან ზედა ტერასიდან და მის ცენტრალურ მწვერვალზე არიან თავმოყრილი. ჯაიავარმან მე-7 იმპერიის ინტენსიური ტრანსფორმაციის ეპოქაში მეფობდა. მას შემდეგ რაც მან დამპყრობელი ჩამები,
ხალხი დღევანდელი ვიეტნამის ტერიტორიიდან დაამარცხა და ქმერების იმპერია აღადგინა, ქვეყანა ბუდისტური შემწყნარებლობისა და იმპერიული ძალაუფლების სამსახველი გრანდიოზული ძეგლებითა და ტაძრებით შეამკო. ანგკორ-ვატისგან განსხვავებით, რომელიც ვიშნუს სახელზე აიგო, ბაიონი ბუდას, კერძოდ ბოდჰისატავას ეძღვნებოდა. ტაძარი ერთდროულად სულიერ და პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა, რაც ჯაიავარმანის ღვთაებრივი და მოწყალე მმართველობის სიმბოლოდ იქცა. განსაკუთრებით აღსანიშნავია კედლის ბარელიეფები, რომლებზეც აფსარები, მითოლოგიური სიუჟეტები, საზღვაო ბრძოლები და გამარჯვების აღლუმებია გამოსახული. თუმცა, ყველაზე მეტად ყოველდღიური ცხოვრებისა და მსხვერპლ შეწირის სცენებმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. მათ შორის გამორჩეულია ხარის მსხვერპლ შეწირის ეპიზოდი. ეს ყოველივე ფასდაუდებელ ინფორმაციას გვაწვდის მე-12 საუკუნის კამბოჯის ყოფა ცხოვრების შესახებ. ცენტრალური კოშკი წარმოადგენს მერუსთას, რომელიც ინდუისტურ ბუდისტურ კოსმოლოგიაში კოსმიური ღერძია. აქ არსებულ კოშკებზე გამოსახული სახეები სიმბოლურად გამოხატავს მეფის ან ბოდჰისატავას ყველგან ყოფობას და ღვთაებრივ თანაგრძნობას, რომელიც აკონტროლებს სამყაროს. ბოდჰისატავა არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია მიაღწიოს ნირვანას, მაგრამ ის ზედეთ აჭიანურებს, რომ დაეხმაროს სხვა ადამიანებს ბუდას მიღწევაში. როგორც ამბობენ, აქ 54 კოშკი ყოფილა, რომელიც გამოხატავდა ქმერების იმპერიის 54 პროვინციას. აქ დღეს 200 რელიეფია შენარჩუნებული, მაგრამ თავდაპირველად 216 უნდა ყოფილიყო, ვინაიდან თითოეულ კოშკზე 4 მხარეს არის გამოსახული სახეები, შესაბამისად, თუ 54 კოშკი იქნებოდა, საბოლოოდ 216 რელიეფს მივიღებთ. მათი სიმაღლე არის დაახლოებით 4 მეტრი და როგორც ხედავთ, ყველა მათგანი ქვაშია ამოკვეთილი. ერთია, როდესაც ფოტო-ვიდეოში ნახულობდა ტურის აღწერაში რაიმე ღირსშესანიშნაობას, ძეგლს და ძალიან მოგეწონება, მაგრამ მეორეა, როდესაც უკვე შენი თვალით ეხები, დადიხარ აქ და ითავისებ, რომ ამ საოცრებაში შენით გადაადგილდები და შეგიძლია რომ ხელით შეეხო და დაფიქრდე თუ რამდენად მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ადგილი იყო ეს წარსულში, რომელიც რა თქმა უნდა არ კარგავს მნიშვნელობას, მაგრამ დღეს თუ ასეთი შთამბეჭდავია, წარმომიდგენია წარსულში აქ როგორი გარემო იქნებოდა. არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც ეს სახეები მეფე ჯაიავარმან მე-7-ისა და ბოდჰისატავას სიმბოლურ შერწყმას წარმოადგენს, რაც ღვთაებრივ მმართველობასა და მორალურ ავტორიტეტს უსვამს ხაზს. შედეგად ვიღებთ პოლიტიკური და სულიერი ძალაუფლების სინთეზს, მეფის ვიზუალურ გამოვლინებას, როგორც მოწყალებისა და თანაგრძნობის ცოცხალ განსახიერებას. ამ ტურის ბოლო დანიშნულების ადგილას და ეს არის პნომ ბახინგი. ქმერულ ენაზე პნომი გორაკს ნიშნავს, შესაბამისად მისი სახელი შეგვიძლია გადავთარგმნოთ როგორც ბახინგის გორაკი. სახელი შემთხვევით არ ქვია, ის აშენებულია ბუნებრივ გორაკზე, რომლის სიმაღლეც 75 მეტრია. ეს ტაძარი ერთ-ერთი გამორჩეულია მთლიანად ანგკორის კომპლექსში, ვინაიდან შეგვიძლია ვთქვათ ისიც, რომ პნომ ბახინგი იყო ამ ცივილიზაციის, ამ კომპლექსის საწყისი წერტილი, ვინაიდან ის აშენდა მე-9 საუკუნეებში, უფრო ზუსტად 899-900 წლებში. წარმოიდგინეთ, ანგკორ-ვატამდე 2 საუკუნით ადრე აქ ტაძარი არსებობდა და სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი ამ კომპლექსს. ამ ტაძარს ხშირად უწოდებენ ჩამავალი მზის ტაძარს და ეს სახელი არ არის შემთხვევითი. ვინაიდან როგორც ამბობენ, ამ ტაძრიდან ყველაზე ლამაზი მზის ჩასვლის ხედები იშლება. მათ შორის, როდესაც ტურს ვარჩევდი, ისეთი ტური შევარჩიე, რომ ბოლო დანიშნულების ადგილი ეს ტაძარი ყოფილიყო, რომ ზუსტად ისეთივე ხედები დამთქმარიყავი, როგორც ფოტო-ვიდეოზე ვნახე ტურის აღწერისას. გზეც უკვე დაახლოებით 1 საათიდან ჩავიდეს, მანამდე ცოტას გავისეირნებთ, შემდეგ ადგილს დავიკავებთ, მოვკალათდებით, რომ კარგი ადგილი იყოს მზის ჩასვლისთვის და იმედს ვიტოვებ, რომ იმედს არ გამიცრუებს დღევანდელი დღე და ლამაზ მზის ჩასვლას ნახავთ თქვენთან ერთად. პნომ ბახინგის არქიტექტურული გეგმა კოსმიურ ჰარმონიას ასახავს. მისი 7-დონიანი საფეხურებიანი პირამიდა ინდუისტური მითოლოგიის 7-ცას განასახიერებს. მწვერვალზე აღმართული 5 ცენტრალური კოშკი სიმბოლურად მერუს მთის 5 მწვერვალს გამოხატავს. მათ გარშემო კი ტერასებზე 108 მცირე კოშკია განლაგებული. ეს ინდო-ბუდისტური წმინდა რიცხვი კოსმიურ ციკლებთან და მთვარის კალენდართანაა დაკავშირებული. ის განასახიერებს მთვარის 27 სასახლეს მის 4-ვე ფაზაში, რაც კოსმიური წესრიგისა და დროის უწყვეტის სვლის სიმბოლოა.
გზის ჩასვლა მოლოდინი მთლად ვერ გაამართლა და ისეთი ეფექტური არ აღმოჩნდა, როგორცაც ველოდი, თუმცა საერთო ატმოსფერო იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ დღეს ასიამოვნო განწყობით დავასრულებ. გუშინ მთელ დღის განმავლობაში საკმაოდ დავიღალე, ვინაიდან გარდა იმისა, რომ ემოციურად დავიტვირთე, ისეთი საოცრებები ვნახე, ამასთან გზაში გადავაადგილდებოდით და თავის იქნა სიცხე, საკმაოდ გავამაცალა ენერგიაც და საერთო ჯამში, როდესაც ღამე მოვედით, მხოლოდ წყალი გადავივლით და მაშინ დავიძინე. დღეს კი გამოძინებისა და ენერგიაზე მოსვლის შემდეგ კიდევ დავფიქრდი თუ რა საოცარ ადგილას ვიყავი და კიდევ უფრო მეტად მომეწონა ის, როდესაც გადავხედეთ ჩვენს მასალას, რაც ერთად გადავიღეთ. საბოლოო ჯამში რომ შევფასო, იმაზე ბევრად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე ისე წარმომედგინა. მართალია გიჩი ცოტათი არ გავგვიმართლა იმ კუთხით, რომ ინგლისურ ენასთან მაინც და მაინც ახლოს არ იყო, მაგრამ ამის მიუხედავად ძალიან საყვარელი კაცი იყო. მაქსიმალურად ცდილობდა რომ ყველა ადგილი მოგვენახულებინა და დაზეპირებული ტექსტებით, მაგრამ გულით მოეყოლა ისტორიები. იმის მიუხედავად რომ მენა კარგად აერწოდა, მისი გაწეული სამსახური ინდელური იყო ჩვენთვის, ვინაიდან მე უფრო მაინტერესებდა ის ადგილები არ გავამეტოვებინა, რაც აუცილებლად სანახავი იყო. მან კი თავისი სამუშაო პირადად შეასრულა, ყველგან მიგვიყვანა, ყველაფერი გადავიღეთ და ვფიქრობ, ერთ-ერთი განსაკუთრებული და გამორჩეული გადაცემაც გამოვიდა. იმედია, თქვენს დამეთანხმებით ამაში. სპეციალურად შემოვინახე ანგკორ-ვატის კომპლექსი კამბოჯის მოგზაურობაში და ვფიქრობ, ძალიან ლამაზ დაგვირგვინებას გამოვიდა კამბოჯის სერიების, ასე რომ ვთქვათ. ახლა კი დროა უკვე შემდეგ ქვეყანაში გადავინახოთ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კამბოჯის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ადგილები მოვიარეთ. ახლოს გავეცანით ამ უძველესი ხალხის ისტორიას, კულტურას, ტრადიციებსა და სამზარეულოს. ვფიქრობ, მართლა დაუვიწყარი თავგადასავლი გამოვიდა. იმედი მაქვს, თქვენც ჩემთან ერთად იმოგზაურეთ და ისიამოვნეთ. მომდევნო გადაცემიდან კი მილიონის პილოტს ქვეყნის, ლაოსის აღმოჩენას მისი უკიდურესი სამხრეთიდან დავიწყებთ. მოემზადეთ ახალი თავგადასავლებისთვის.